პროფესიით ექიმი ვარ და შესაბამისად სწავლაც ამ მიმართულებით გავაგრძელე. მე ვსწავლობდი ბორდოს უნივერსიტეტში და ბორდოს სიმსივნის კვლევით, სამეცნიერო კვლევით ცენტრში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ცენტრი არის და სწორედ ონკოლოგიის თვალსაზრისით მაძლევს სწორედ იმის საშუალებას, რომ შევძლო ერთგვარად შევაჯამო თქვენთან ერთად არ მხოლოდ განათლების მიმართულება, არამედ ჯანდაცვის მიმართულება და თუნდაც ონკოლოგია რაც არის და მეცნიერება რაც მთავარია, ყოველთვის ეს გრჩება ხოლმე, რამდენად დიდი არის ევროკავშირის როლი სწორედ ამ კუთხით, ვინაიდან როდესაც ვსაუბრობთ ჯანდაცვაზე და ეს თემა იყო ამ მიმდინარე კვირას ძალიან აქტუალური. უნდა ვთქვათ, რომ არ არსებობს ჯანდაცვა და ხარისხიანი ჯანდაცვა მეცნიერების გარეშე და ყველაზე დიდი შოკი, ესე ვთქვათ, რაც მივიღე მე როგორც რიგითმა ქართულმა სტუდენტმა, რომელიც მოხვდა ამ სფეროში, სწორედ ეს იყო, რომ რატომ აქვს რეალურად საფრანგეთს ასეთი ძლიერი ჯანდაცვის სისტემა, როდესაც მათთვის პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ სიმსივნე არ არის განაჩენი და ეს არ არის უბრალოდ სიტყვები, ანუ იქ სიმსივნე არის დამარცხებად, იმიტომ რომ ონკოლოგია დგას სიმსივნის ბიოლოგიაზე, მეცნიერებაზე, რომელიც ავითარებს, ხო ეს ფაქტობრივად ერთი მეორეს გარეშე წარმოუდგენელი არის და აი ყველაზე მარტივად რომ მკითხოთ პროგრესის აღწერა როგორ შეიძლება აი ერთ ფრაზას მოვიყვან სექტემბერში როდესაც ჩავედი სასწავლებლად მალევე იყო პრაქტიკული კურსი და აი ვისაც გვისწავლია საზღვარგარეთ ყველა მიცის რომ იქ არ არსებობს თეორიული კურსი ცალკე და პრაქტიკა არის მნიშვნელოვანი და მახსოვს თან ჩემი ვთქვათ ბექგრაუნდი იქ იცოდნენ რომ აქ ვთქვათ სამედიცინო უნივერსიტეტშიც ვასწავლიდი გარკვეული პერიოდი და გამოვუწყდი ჩემს პროფესორს რომ უბრალოდ აი პიპეტის ხმარება არ ვიცოდი მაყურებლის რომ გასაგები იყოს ეს არის დაახლოებით რომ თქვა რომ აი წერა თეორიულად ვიცი მაგრამ კალამი არ მჭერია ხელში და წლის ბოლოს უკვე სასწავლო წლის ბოლოს მქონდა გასაკეთებელი ეგრეთ წოდებული ინტერნშიპი ანუ პრაქტიკა უკვე ამ სამეცნიერო კვლევით ცენტრში და ფაქტობრივად ეს წელი დავამთავრე ჩემი ხელით სრულად შესრულებული კვლევით ანუ კვლევა რომელიც შემდეგ დავიცავი და ესე ვთქვათ პირველი წელი ჩავხურე ამ სწავლის ანუ რას ნიშნავს ეს რომ რეალურად ყველა სტუდენტს აქვს იმის შესაძლებლობა რომ აი ნამდვილად სწავლის შედეგად გახდეს მეცნიერი იქნება თუ სხვა პროფესიონალი თავისი დარგის და კიდევ რაც მინდა აუცილებლად რომ ვთქვა არის ის რომ აი დაზუსტებით და დანამდვილებით შემიძლია ვთქვა რომ ქართული სტუდენტები დამეთანხმებიან ალბათ სხვაებიც არაფრით არ ჩამორჩებიან არც ფრანგ სტუდენტებს არც გერმანელებს თეორიული ცოდნით გულისხმობ და მომზადებით აქ ჩემ თავზე არ ვსაუბრობ სხვაებზე ვისთანაც მაქვს შეხება უბრალოდ რესურსის არარსებობის გამო პრაქტიკულად არ გვაქვს არანაირი უნარი რომ ჩვენი ცოდნა გამოვიყენოთ იმაში რაც მოგცემს შედეგს ეს არის ძირითადი განსხვავება ესე ვთქვათ რაც ჩემთვის იყო თავარი დისონანსი ესე ვთქვათ ქართულ განათლებასა და ფრანგულ განათლებას შორის. რადგან სამედიცინო სფეროს შევეხეთ, ჩვენი ბოლო რესპონდენტი დღევანდელი გამოკითხვის ამბობდა, რომ არის თარჯიმანი, მიმგზავრებოდა ახლაც საფრანგეთში და მის ხელში ბევრმა დოკუმენტაციამ გაიარა, რა რეალური მართლაც აი სიცოცხლის გადარჩენა შეძლეს ამ ადამიანებმა, საკუთარი ოჯახის წევრების და ეს რომ დროში გაიწელოს, ანუ უვიზო მიმოსვლა რომ შეჩერდეს, შეიძლება ადამიანები უბრალოდ ვერ გადარჩნენ, ვერ მოასწრონ ჩასვლა საზღვარგარეთ, სადაც ისეთი მაღალი კლასის ჯანდაცვაა რომ იქ ახერხებენ გადარჩენას აქ ვერ ასამწუხ. ხო, საინტერესოა რომ ჟურნალ სიმსივნის თვალსაზრისით კვლევებში იყოთ ჩართული და ონკოპაციენტები უამრავი საქართველოსთან ზუსტად საფრანგეთში მივიდა და არ მახსენდება მას უტრირებულად არ ვამბობ დღე როდესაც ქართველი პაციენტი არ მინახავს ვინც არის ნამყოფი თქვა საუნივერსიტეტო კლინიკები და ზოგადად უნივერსიტეტები ქალაქის გარეთ არის გატანილი და როდესაც მიდიხარ აი ფაქტობრივად ქართული საუბარი ჩაგესმის და ანალოგიური სიტუაცია არის არ მხოლოდ ბორდოში მონპელიერში არის უზარმაზარი ონკოლოგიის ცენტრი და ასე შემდეგ ბევრ სხვა ქალაქში და ფორმულას მაყურებლისთვის ორშაბათს თორცები ვამზადებდით სწორედ რეპორტაჟს ამ კუთხით და ვესაუბრეთ ერთ-ერთ მშობელს აქ არის საუბარი ეს ხაზგასმით მინდა ვთქვა და კვლევითაც არის დადასტურებული რომ ქართველი პაციენტების უმრავლესობა ვინც საფრანგეთში მიდის სამკურნალოდ ეს არის ონკოპაციენტი ბავშვები ანუ ეს არის ცალკე პრობლემა ფაქტობრივად ონკოპედიატრია ჩვენთან არ არსებობს და მათ ურთულებს საქმეს რა თქმა უნდა ანუ პირდაპირ მნიშვნელობით ჩემი რესპონდენტი ამას ამბობდა რომ ეხლა ხელახლა ვარ წასასვლელი, იმიტომ რომ ბავშვს რეციდივი განუვითარდა, იმიტომ რომ მუტაცია განიცადა ამ სიმსივნეს სამწუხაროდ ასე ხდება და მეოთხე სტადიის სიმსივნე აქვს ისევ ბავშვს და ფიქრობდა რომ სექტემბერში რომ შეაჩერონ ეს ვიზა ლიბერალიზაცია, აი მე ხომ დროს დავკარგავ იმისთვის რომ ჩემს ბავშვს გაუჩნდეს შანსი და ეს არ მახსოვს ეთერში მოხდა თუ არა ძალიან მინდა რომ ვთქვა ამ პაციენტმა თქვა რომ მე ფრანგი ექიმები იმედს მაძლევენ რომ შესაძლებელი არის აქ ცვლილებები, იმიტომ რომ ერთ წელიწადში მედიცინა განვითარდა და
დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფრაზა ექიმისგან არ იყო ნათქვამი უბრალოდ სიტყვის მასალად. როდესაც უყურებ რა ხდება საფრანგეთში და რამდენი ფული იდება მეცნიერების განვითარებაში, ხვდები რომ კი ერთ წელიწადში შესაძლებელი არის ისე განვითარდეს, რომ თუნდაც მეოთხე დონის სიმსივნე ესე ვთქვათ იყოს დამარცხებადი. ამიტომ ამ დედაზე ესე ვთქვათ შემიძლია ვუთხრა, რომ ნამდვილ თუ ამას ამბობს ფრანგი ექიმი, ესე იგი ის დარწმუნებული არის იმაში, რომ შესაძლებელი არის აქ რაღაცა ტიპის პროგრესის მიღწევა. აი ასეთი ქვეყანა არის საფრანგეთი. ამის საპირწონედ ჩვენ დგავართ იქ, სადაც ფაქტობრივად თავარი პრობლემა არის დიაგნოზის დასმა. ალბათ თქვენს ბევრჯერ ხსმენიათ, რომ რა ვიცი, ფაქტობრივად მარჩიელობა მიდის სხვადასხვა დიაგნოზებს შორის და აი ბოლოს რაღაცნაირად დადასტურდება, რომ სიმსივნე აქვს, მაგრამ იმ სტადიაზე, როდესაც უკვე ფაქტობრივად მკურნალობა კი არა, სხვა ქვეყანაშიც უკვე ძალიან გართულებული არის. და ბოლოს მინდა რომ გამოვეხმაურო, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრის იმ განცხადებას, ვთქვათ, საინფორმაციო სამსახურის პირობებში არ მეძლევა ამის საშუალება, აქ მინდა რომ ვთქვა, ის ამბობს, რომ არის სხვა ქვეყნები, სადაც შეგვიძლია ვიმკურნალოთ. აი, მაინტერესებს რომელ ქვეყანას გულისხმობს, აი ვიფიქრე დიდხანს და ალბათ ვიფიქრე თურქეთი და მეორე ქვეყანა მახსენდება ისრაელი. ახლა ავსტრალიაში არავინ არ მიდის სამკურნალოდ სამწუხაროდ მიუხედავად იმისა, ჩელიაბინსკში. და ამიტომ მინდა დავუსვა კითხვა იგივე პრემიერ-მინისტრს თუ ეგრეთ წოდებულ ჯანდაცვის მინისტრს, იცის თუ არა თურქეთის შემთხვევაში როგორ მიაღწია თურქეთმა იმ შედეგს, რომ ისეთი დონის ჯანდაცვა აქვს. იმ პროგრამით ხომ არა, როდესაც 90-იანი წლებიდან ისინი უშვებდნენ ექიმებს სამუშაოდ და გამოცდილების მისაღებად ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და ამერიკაში და შემდეგ ეს ექიმები ბრუნდებოდნენ და შექმნენ ის ბაზა, რასაც ახლა თურქული ჯანდაცვა ქვია. იგივე ისრაელის შემთხვევაშიც იქ დამატებითი ფაქტორი იყო, მათ შორის ემიგრაცია, ანუ იმ ებრაელების, რომლებიც დაბრუნდნენ, ხო? აი ჩვენ ქვეყანაში გამოცდილება ჩაიტანა. თურქეთი და ისრაელი ძალიან ძვირია და ეს არ არის შესაძლებელი ყველა ადამიანისთვის, ხო? დაბრუნებაზე რას ვთავაზობთ, ელისო, იმ ექიმებს, რომლებიც არ ვიცი, ალბათ არ არსებობს ევროპაში ქვეყანა, სადაც ქართველი ექიმები არ არიან. თუ მათ ვთავაზობთ ქვეყანაში დაბრუნებას, აქ რას ვახვედრებთ? განვითარებულ ჯანდაცვას, ხელფასს თუ რას ვახვედრებთ? ანუ რატომ დაბრუნდება? ჩემი ჯგუფელი მაგალითად შარიტეს კლინიკაში მუშაობს, ახლა კარდიოქირურგიის განყოფილებაში. რატომ უნდა დაბრუნდეს ეს წარმატებული ექიმი ახლა საქართველოში? იმიტომ რომ ირაკლი კობახიძე არ გათხოვდეს.